გამარჯობა, მე ვარ ელენე ლომინაძე, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე. დღეს ჩვენ გვესტუმრა მსოფლიო ჩემპიონი მოჭადრაკე ბელა ხოტენაშვილი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გლება ორიოდე კითხვა რო დაგისვათ. რას ურჩევდით ბავშვებს, რომლებიც ეხლა იწყებენ ჭადრაკის სწავლებას? ბავშვებს, რომლებიც ეხლა იწყებენ ჭადრაკის სწავლას, ურჩევდი რომ მეტი იმუშაონ, რადგან დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჭადრაკში თუ რამდენს შრომობ და ახალი აღმოჩენები და ახალი ინტერესები რო იპოვონ ჭადრაკში, იმიტომ რომ ეს არის სპორტის სახეობა, რომელიც სულ გვანებრივებს ამით ამოუწურავია და ეს ძალიან მრავალფეროვანი, რაც სასიამოვნოა, მე ვფიქრობ, ბავშვის განვითარებისთვის ძალიან საჭიროა, ძალიან ბევრს უნარს ამვითარებს და რაც მეტი ბავშვი დაკავდება ჭადრაკის სწავლით, ძალიან კარგი იქნება. მეორე კითხვა, მსოფლიო ჭადრაკის დაფაყოფილიყო, რომელი ფიგურა იქნებოდით და რატომ? ჭადრაკი როცა ფიგურას გეკითხებიან, ალბათ რთულია რომ დედოფალს გვერდი ავარო, ხო? იმიტომ რომ ყოველი შემძლეა ჭადრაკის დაფაზე და რა თქმა უნდა, სასურველია რომ შენც გქონდეს ისეთი შესაძლებლობები ცხოვრებაში, როგორც დედოფალს აქვს ჭადრაკში. მადლობა.